საინტერესო და საკამათო თემით დამეწყო, და რა თქმა უნდა ეს არის iOS-ი და Android-ი. ადარე ან ჩვეულებრივი კლასიკო გაიჩნდა Barça და Real-ი რომ ეთამაშებიან ერთმანეთთან სოფლიო ნაწილად იყო. ამიტომ smartphone-ები როგორც მახსოვს, ჩემი პირველი ტელეფონი იყო Sony Ericsson K310, არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს მოდელი. მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს ჩემი ფეხი YouTube სივრცეში, ოღონდ როგორც უკვე სრულყოფილი და ვრცელი ვიდეოთი და არა შორტებით. ამ ეტაპზე 48 შორტი მიდევს YouTube-ზე და დღეიდან გვეგმავს გავსი ტიპის ვიდეოები შემოგთავაზოთ, სადაც უფრო სრულყოფილად დავაფიქსირებ ჩემს აზრს. ამიტომ პირველ რიგში თხოვნა მექნება რომ არხი გამოვიწეროთ და მე კი სამოგიეროდ შემოგთავაზებ საინტერესო ვიდეოებს, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს გამოვადგებ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ გიორგი, იგივე ლეკიჩა. YouTube-ის გარდა ასევე ვაქტიურობ Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. და ჩემი კონტენტი ძირითადი თემა მოიცავს Apple-ის პროდუქტებს, მათ შედარებებს, ხრიკებს და საერთოდ ყველაფერს Apple-ის შესახებ. ახლა რაც შეეხება თემას, ბევრი ვფიქრე თუ ჩემი პირველი მსგავსი ტიპის ვიდეო რა თემაზე ყოფილიყო და გადავწყვიტე ყველა დროის საუკეთესო, საინტერესო და საკამათო თემით დამეწყო, და რა თქმა უნდა ეს არის iOS-ი და Android. და მაინც რომელია უკეთესი, Android-ი თუ iOS-ი? ამაზე ალბათ პასუხი არც არასდროს გვექნება, იმიტომ რომ ორივე საკმაოდ ძლიერი ოპერაციული სისტემაა, ინდივიდუალურია, ვიღაცას iOS-ი მოსწონს, ვიღაცას Android. ამ თემაზე შორტიც მიდევს Instagram-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე და YouTube-ზეც, მაგრამ ეხლა ფიზიკურად ერთ წუთში ამ ხელა საკამათო თემას ვერ ჩავატევდი რა, ამიტომ უფრო ალბათ მაგითო მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს თემა ამ თემის დამეწყო და უფრო ფართოდ გამიშალა ეს საკითხი. ამ ვიდეოებში დამიწერე ძალიან ბევრი კომენტარი, რომ ზოგი Apple-ს აძაგებდა, ზოგი Android-ს, ზოგი მიწერდა, რომ iPhone-ს რატომ ადარებ ამ ბანძ მოდელებს, ძმა და აბა Samsung-ში ადარე, ან ჩვეულებრივი კლასიკო გაიჩნდა Barça და Real-ი რომ ეთამაშებიან ხოლმე ერთმანეთთან სოფლიო ნაწილად იყო. ამიტომ ფიზიკურად იქ ყველას ვერ უპასუხებდი და სწორედ ამ ვიდეოში ახლა დავაფიქსირებ ჩემას ამ თემასთან დაკავშირებით. ლოგიკურია, რომ ახლა ჩემი კონტენტი და გამომდინარე უფრო Apple-ისკენ ვიხრები და არ Android-ისკენ, მაგრამ შევეცდები რომ ობიექტური ვიყო და ორივე მხარეს გავუსვა ხაზი, როგორც პლუსებზე, ასევე მინუსებს. რატომ ჩემთვის Apple? მოდი ცოტა წარსულიდან დავიწყებ, როგორც ახლა ბავშვობაშიც ძალიან მიყვარდა ტექნიკა და განსაკუთრებით smartphone-ები. როგორც მახსოვს, ჩემი პირველი ტელეფონი იყო Sony Ericsson K310, არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს მოდელი. მაგის შემდეგ იყო Sony Ericsson K350, მერე იყო Sony Ericsson K800, Nokia-ც მქონდა, Motorola-ც მქონდა, რა ვიცი, თითქმის ყველა მოდელი მქონდა რა, მათ შორის BlackBerry-ს. და ეს ყველაფერი ხდებოდა ერთ თვის ინტერვალში. ანუ მაქსიმუმ ერთი თვე მქონდა ეს ერთი ტელეფონი, ანუ განა იმიტომ რომ მან არ მომწონდა, ან ახალი მინდოდა, არა, უბრალოდ ვერ ვეგუებოდი რა, ზოგში ხმა არ მომწონდა, ზოგში კამერა არ მომწონდა, ზოგში სოფტი არ მომწონდა. და კარგად მახსოვს, ბოლო ჩემი ტელეფონი iPhone-ამდე იყო BlackBerry და როდესაც გასაყიდა დავდე, ვიღაცა მომწერა, რომ ხომ არ გაცვლი iPhone-ში. და ეს იყო iPhone 3G. აიც როგორი პერიოდია BlackBerry-ობდა მეგობრებო და iPhone-ი არც თუ ისე პოპულარული იყო მაგ პერიოდში, მაგრამ BlackBerry-საც ვერ დავმუღამი, ანუ თვითონ სოფტიც არ მომწონდა და ძალიან არაკომფორტული იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარული იყო. და ამიტომ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ გამიცვალა და გავცვალე და რავი, მაგის შემდეგ შემიძლია თქვა, რომ დავისვენ. არ ვიცი გადავწყვეტი როლი რა მითამაშა, მაგრამ იმ მომენტში ჩემი აზრით iPhone-ს რაღაც ესეთი ძალიან როგორც ახლა ყავს პირობითად Samsung-ი, მსგავსი კონკურენტი არ ყოლია რა, თუნდაც ეკრანის მხრივ რომ ავიღოთ, iPhone-ის ეკრანის multi-touch-ი იმ მომენტში იყო, აი საოცრად მუშაობდა, ერთი თითის შეხებით ყველაფერს აღიქვამდა რა. თუნდაც ფოტო ვიდეოს ხარისხითაც იმ მომენტში iPhone-ი გამოირჩეოდა როგორც დღეს. აი თუნდაც 5S-ი რომ ავიღოთ ახლა თავის კლასში გაცილებით უკეთეს ფოტოს და ვიდეოს იღებს, ვიდრე რა ვიცი, თუნდაც სხვა რომელიმე ბრენდი. და ყველაზე მეტად რაც მომეწონა, მუშაობდა შეფერხებების და გაჩერდების გარეშე და ალბათ ეს უფრო იყო გადამწყვეტი, ერთადერთი გადამწყვეტი იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე ვარ iPhone-ის მომხმარებელი. ამიტომ გავხსნათ თემა და დავიწყოთ
ოპტიმიზაციით. ოპტიმიზაცია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის smartphone-ებში, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ავიცი, smartphone-ი არის ჩვენთვის ტელევიზორიც, კომპიუტერიც, ფოტოაპარატიც, ამიტომ თუ ოპტიმიზაცია კარგი არ გაქვს, ან smartphone-ს გაუჭირდება გაუმკლავდეს ამ ყველაფერს სრულყოფილად და შეფერხებების გარეშე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით თქვა, რომ iOS-ი ამ ყველაფერს მხრივ არის საკმაოდ მაღალ დონეზე რა. და რა ვიცი, მაგალითსაც მოვიყვან, თუნდაც iPhone-ში სადაც დევს 3000 მილიამპერიანი ბატარეა, უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე პირობითად რომელიმე სხვა ბრენდის Xiaomi-ის ან რა ვიცი, თუნდაც Samsung-ის. ასევე RAM-ი 2 გიგაბაიტიანი RAM-ი iPhone-ში უფრო კარგად მუშაობს და უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა რომელიმე ბრენდის 4 გიგაბაიტი ან თუნდაც 1 გიგაბაიტი, 6 გიგაბაიტი. და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ოპტიმიზაციის ხარისხზე. აი თუნდაც ავიღოთ iPhone-ის კამერა. ხომ ვიცით რომ დღეს ვიდეოს გადაღებაში iPhone-ს კონკურენტი არ ყავს. ოღონდ ვიდეოს გადაღებაში და არა ფოტოს გადაღებაში, ესენი მინდა რომ გამიჯნოთ და ხაზი გავუსვა ამას. და რატომ ხდება ეს, რომ თვალზე iPhone-ს რა ვიცი, საუკეთესო ლინზები აქვს თუ ჩიპი აქვს ყველაზე ძლიერი. არა, რა თქმა უნდა, ეხლა 19 Pro ჩიპი რო საუკეთესოა, ყველამ ვიცით, მაგრამ არანაკლები არის Snapdragon 8 Elite-ის ჩიპი, რომელიც გვხვდება Samsung-ებში და სხვა ფლაგმანებში, მაგრამ მაინც რატომ მუშაობს უფრო ეს ჩიპი სწრაფად? რა თქმა უნდა, ოპტიმიზაციის ხარჯზე. აი მარტივად რომ აგიხსნათ, iPhone-ის hard და soft იმდენად ოპტიმიზირებულია ერთმანეთთან, რომ soft-ი და ამ შემთხვევაში iOS-ი მაქსიმალურ შესაძლებლობებს იყენებს ამ ჩიპიდან. და ზუსტად მაგიტომაც აისახება შემდეგ ამ სტაბილურ მუშაობაში. ხოლო რაც შეეხება Android-ს, ახლა ფიზიკურად შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ მოდელებში გვხვდება ეს ადგედა ეს ოპერაციული სისტემა ყველა ბრენდს მოარგო ისე, რომ ოპტიმიზაცია იყოს ძალიან მაღალ დონეზე. ფიზიკურად ვერ იზამავს, ანუ განა იმიტომ რომ Android-ი ცუდია, უბრალოდ ეს შეუძლებელია. ახლა რაც შეეხება soft-ის ვიზუალს და კასტომიზაციას, ამ მხრივ Android-ში უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს და მთლიანი სისტემაც კი შეგიძლია შეცვალო და ანუ შენ თავს მოარგო. ხოლო iOS-ში ამაზე ცოტა შეზღუდულები ვარ. ისიც ბოლო წლებია, რაც soft-ში ჩადეს, მაგალითად icon-ის გადიდება და პატარაობა ან ფერის შეცვლა, თორემ მანამდე, რა ვიცი, ანუ არაფრის საშუალება არ ქონდა მაგ მხრივ. რაც მინდა ვთქვა, რომ Android-ს რა ვიცი, ალბათ რაც დაიბადა, იმის მერე აქვს. ასევე Android-ში რაც მომწონს არის ფაილების გადატანა რა, ანუ ძალიან მარტივია, უბრალოდ კაბელით შეერთებ კომპიუტერში და მოჩა. მარტივად გადაიტან ნებისმიერ ინფორმაციას. რაც iOS-ში არის, აი, სრული კატასტროფა. დრაკონი უნდა მოკლა, რომ რაღაც ფაილი კომპიუტერში გადაიტანო, კი, შეიძლება უსაფრთხოა, მაგრამ აი ძალიან არაკომფორტულია. ახლა რაც შეეხება ვირუსებს, ამ თემაზე რო ვისაუბროთ, ვირუსების თემა არის კიდევ ერთ-ერთი გადამწყვეტი იმისა, რომ გადმოვარგდი iOS-ზე და Apple-ის პროდუქტებზე. და რატომ? ანუ Apple საკმაოდ ჩაკეტილი სისტემა აქვს ამ მხრივ და ფაქტიურად შეუძლებელია ვირუსი შემოვიდეს შენს მოწყობილობებში იმის ხარჯზე, რომ არ გაძლევს თუნდაც რა ვიცი, არაოფიციალური აპების გადმოწერის საშუალებას რა. და Android-ში პირიქით. ანუ კარი ღია გაქვს და ძალიან ბევრი არაოფიციალური გატეხილი აპის გადმოწერა შეგიძლია მოწყობილობაში. რა დროსაც ამ გადმოწერის დროს მოყვება უამრავი ვირუსი და შემდეგ უკვე აისახება smartphone-ის სტაბილურ მუშაობას. ხო, კიდევ Android-ებში რაც მომწონს, ეს არის სიმარტივე. და რაც გულისხმობა მასში, აი მაგალითისთვის რომ მოვიყვანო, ხო ელემენტარულია რა. Android-ს ეს აქვს, რა ვიცი, ალბათ ქვისხანიდან და iOS-მა ბოლო წლებში ძლივს ჩაამატა. მაგალითისთვის მოვიყვან თუნდაც მუსიკის დაყენებას ზარად, არ ვიცი. iPhone-ში მუსიკა ზარზე რო დაგეყენებინა, დრაკონი უნდა მოგეკლა რა და ამ დროს Android-ში იყო ძალიან უმარტივესი. ან თუნდაც აი ეს ორი კამერა რომ არის, self-ს და უკანა კამერას ერთდროულად რო რთავ და ერთდროულად რო იღებ. აი ეგ არ ვიცი ალბათ Samsung-ის პირველ მოდელს აქვს და iOS-ში წელს ჩაგვიმატეს. და ბოლოს ნელ-ნელა შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ორივე ოპერაციული სისტემა არის ძალიან კარგი, ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, ორივეს ყავს თავისი მომხმარებელი. ვისაც უნდა მეტი არჩევანი და თავისუფლება, ის ირჩევს Android-ს, ვისაც უნდა უსაფრთხოება და სტაბილურობა, ის ირჩევს iOS-ს. ამიტომ უბრალოდ პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევას. всё.
დროებით.